10 დეკემბერს მარტა კოსმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ბლოკში გაწევრების საკითხს. მისი თქმით, ევროკავშირში უკრაინის წევრობა გარდაუვალია. კოსმა ამის შესახებ უკრაინაში თბოელექტროსადგურის დათვალიერებისას განაცხადა. თბოელექტროსადგური ერთ-ერთია იმ ენერგეტიკულ ობიექტთაგან, რომლებიც ბოლო დროს რუსეთის მიერ დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშების შედეგად დაზიანდა, რამაც უკრაინის ენერგოქსელიც მოშალა. ჩვენ არ გვჭირდება ვიქტორ ორბანი იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია უკრაინის ევროკავშირის წევრობისთვის. მიმაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები და უკრაინის ევროკავშირში გაწევრება, რაც გარდაუვალია, უსაფრთხოების გარანტიების პოლიტიკური საყრდენია. და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი არასდროს ყოფილა. ევროკომისარს გაფართოების საკითხებში ადგილზე დამწვარი დანადგარები, მართვის განადგურებული პანელები და სახურავზე უზარმაზარი ხვრელი დახვდა. მან მოსკოვი იმ ენერგო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმებში დაადანაშაულა, რომელიც მილიონობით ადამიანს ელექტროენერგიით ამარაგებს. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც უკრაინა 2027 წლის ბოლომდე სრულად იქნება ენერგოდამოუკიდებელი და ინტეგრირებული ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან. შედეგად შეწყდება შანტაჟი, თავდასხმები. უკრაინის ყველა მოქალაქეს საკმარისი ენერგია იქნება. მე ყველას, არა მხოლოდ უკრაინელებს, ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტას ვუსურვებ. 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა მსოფლიო დღეა და ის, რასაც რუსეთი, პუტინი აკეთებს, არ არის ადამიანური. ამიტომ შეწყვეტეთ მსგავსი ქმედებები. მარტა კოსი 17 დეკემბერს გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის მოსამზადებლად ევროკავშირის საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას გამართავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კიევს შეუძლია დააჩქაროს რეფორმები და გაწევრების ვადა. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე შეიტანა და იმედოვნებს, რომ აწლეულის ბოლომდე ევროკავშირის წევრი გახდება, რადგან სულ უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში წევრობის პერსპექტივა.